ჩემი აქტიური გამომწერები შეიძლება მიხვდნენ ახლა ამ ვიდეოს შინაარს, მაგრამ ხო, ის არის, ისე თქმაც, უკვე გინდათ და უკვე ამბობთ კიდეც, არ დავშთები, იმიტომ რომ იმდენად ეფექტური რამე უნდა გასწავლოთ, აი ზუსტად მაშინ, როცა თენდება ვიღვიძებთ და აი ესე ბუნებრივად ვახელთ თვალს და ვუყურებთ სამყაროს, იყოს ასე. მოდი, გამეორება ცოდნის დედა, ეს არის ფრაზები, რომელიც უცვლის მილიონობით ადამიანს ცხოვრებას, შემოძვირფასებო და რატომაც არა, შევიხსენოთ კლასიკა, როგორც იტყვიან ხოლმე და ესე გავაკეთოთ. მოკლედ ასე, ეს არის მიმართვა, ყოველდილისეული, აი, როცა თვალებს გაახელთ ესე ნატურალურ ფორმაში, წარდგებით საკუთარი თავის წინაშე. აი, ეს ფრაზა პირველივე უნდა იყოს, სულ ვამბობ, რომ რო არ დაგვავიწყდეს ეს აუცილებელი რიტუალი დილის, დაწერეთ ფურცელზე რამდენიმე სიტყვა, გააკარით იქ, სადაც ხართ და მე გირჩევთ, რომ აუცილებლად მაგრად მუშაობს. მოკლედ ასე, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ეხა ყურადღებით მომისმენთ და პირდაპირ აიღეთ და ჩაიწერეთ. გაგებეთ, რომ შეიძლება მეტ ადამიანს იცოდეთ, მუშაობს ხალხო, მუშაობს. მიმართეთ ვისაც გინდათ, ეს იქნება ღმერთი, სამყარო, უმაღლესი გონი, თქვენი ღვთაებრივი მე. მოკლედ, ესეთი სიტყვები დაინახავთ აი დილის შუქს შემოსულს თქვენს ფანჯარაში აივანზე, უთხარით. სად გჭირდები დღეს გამომიყენე, გამაგზავნე, დამიძახე იქ, სადაც ვჭირდები სამყაროს. ეს არის ჩემო ძვირფასებო დღის ერთი ფრაზა, კითხვა სამყაროსადმი და ეს ქაოტური ჩვენი ცხოვრება აღარ მოგეჩვენებათ ასე გიჟმაჟურად. თავისთვის დაალაგდება, თავისთვის დაწყნარდება, თავისთვის დარეგულირდება ხალხო. აი ის დაკეტილი კარებები, რომლებიც ხშირად ნერვებს გიშლით და არ იღება, ის ადამიანები, რომლებიც თქვენზე კონტაქტზე არ გამოდიან, გამოვლეთ. აი ეს ფრაზა ძალიან მარტივად არის საქმე, უთხარით და დამიჯერეთ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე წარმოგიდგენთ. ხო და ამ ლამაზური თბილისური დილის, სუფთა დილისა და კრიალა ჰაერისა და განწყობის ფონზე ყველას გლოცავთ ეკეფერებით და აი პირდაპირ გთხოვთ, რომ გააკეთეთ ეს რიტუალი. ძალიან მარტივი და ძალიან გენიალური. ბრავლის მქმნელი და საოცრების მომხდენი. ძალიან მარტივად. ეხა კი ასევე კომენტარებში მადლიერების მიზნით დაწერთ. მადლობა სამყაროს. მე არ მინდა მადლობა, სამყაროს მადლობა ჩემთან ძალიან მალე მოდის და მობრძანდება. მაშასე ყველა თქვენი ოცნებების, კეთილი განზრახვების ახდენის დღე იყოს ყოველი დღე, რომელიც გაახლოვებს შუქთან, სინათლესთან და ღმერთთან. მიყვარხართ, ნახვამდის.